ავტოსტოპი. გადაადგილების ყველაზე საშიში, მაგრამ უთუოდ ყველაზე სახალისო გზა, რომელიც არის წინ რა თავგადასავალს გიმზადებს. ჩვენ კი დღეს ვაპირებთ წავიდეთ თბილისიდან რაც შეიძლება შორს ავტოსტოპის გამოყენებით. ავტოსტოპით მგზავრობისას სამი მთავარი წესია გასათვალისწინებელი. პირველი, ჩაიცვით ფერადი წასასმელი. მეორე, იყავით სოციალურები და მესამე, გაიღიმეთ. 1 საათიანი დგომის შემდეგ იმედები გვეწურებოდა. მანქანების უმეტესობა არ აჩერებდა. ვინც აჩერებდა კი გადაღებაზე უარს ამბობდა. საბოლოოდ კი ესეც მოხდა. გაგვიჩერეს და შემართება კვლავ დაგვიბრუნდა. ჩვენი პირველი მეგობარი ნიკა აღმოჩნდა, რომელიც გორამდე წაგვიყვანდა. მას ჩვენი არხი ვაჩვენეთ და გვითხრა რომ სიგიჟეები გვეკეთებინა. ამასთანავე გზა მიგვასწავლა ერთი მიტოვებული სოფლისკენ, რომელიც იდუმალ ხეობაშია ჩაფლული. ცოტა ხნიანი მგზავრობის შემდეგ გორსას მივახლოვდით. 1 საათში 85 კილომეტრი გავიარეთ და საკმაოდ საინტერესო პიროვნებაც გავიცანით. გამოვიდა შენ ჩემთან? მადლობა და წარმატებები. ჩამოვედით გორში. დაახლოებით 85 კილომეტრი დავყარეთ. და ახლა ვარ ძალიან ცუდ ადგილას, თან წვიმას იწყებს. ჩვენს უკან არის ხიდი, კი არა და გვირავით. და იმედია მან გააჩერებს ვინმე. სტოპზე დგომისას ყველაზე ცუდი არის ხოლმე რომ აი ეს მხარი გეჭირება ხედროდი ხსგან გაშვებული და ვეცლებით ხოლმე ერთმანეთს მე და შაქარა. დაახლოებით 9 საათი უკვე ამ ადგილას ვგავარ და შედეგი აქვს 0. პირველი სტოპის შემდეგ დიდი იმედები გქონდა. ვეგონა რომ მალევე გაგვიჩერებდნენ, მაგრამ სწორედ აქ შევსდით. უკვე გვირაბის გავლას ფეხით ვაპირებდით, როდესაც ბედმა გაგვიღიმა. გამარჯობა, საით მიდიხართ? გამოკვებით, თუ არა პრობლემა. დაჯექეთ. შემდეგი დანიშნულების წერტილი. ქუთაისი. ნარო რა შეიძლება შორს წავიდე. ქუთაისი, მეტი შორს წავიდე. ქუთაისიდან რა დიღა შემისდა? ჩვენი შემდეგი მძღოლი ბატონი ლადო აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან გაგვაოცა. 1.5 საათზე მეტი ხანია ვდგავარ და არავის არ გაუჩერებია. იღაც ისე ყოფილი მთამსვლელი ვარ. მართლა? ვა! ის გამოცდილი მთამსვლელი იყო. რამაც ძალიან გაგვახარა, რადგან ეს ჩვენი ინტერესის სფეროა. ჩვენი დანახვისას კი მას ბავშვობა გაახსენდა, როცა თვითონაც დადიოდა ავტოსტოპის გამოყენებით. დაგინახე დაღაც მე რამდენი ყოფილი ვარ ასე და მოუჩერებიო კეთლურდი ხარა ეგენი ყველა. რა მაგარი თქვენაირ ადამიანს ესე თუ შევხვდებოდი აღდათ არ მეგონა. ამ ადამიანისგან ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ. ყველაფერი იქიდან დაწყებული თუ რა გადახდა თავს თამსვლელობისას, იმით დამთავრებული თუ საიდან უნდა გვეყიდა კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი. რიკოც კაი ხანია გამოვსწით და უკვე მალე ქუთაისში ჩავალთ. ბატონი ლადოც ისეთი ადამიანი შეხვდა რომ მგონი ყველა მეტი უკეთესი ვერ შეხვდებოდა ვერავინ. საუბარში დრო იმდენად სწრაფად გადიოდა რომ ცოტა ხნით სულ გადაგვავიწყდა ვიდეოს გადაღება. ეხა შემოვედით ქუთაისში. საბიჭხეზე ვარ ახლა ეგ საბიჭხის ეკლესიასთან ვარ დაგი. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მადლობა. კარგად ჩაიერე ყველაფერმა, ეხლა ვართ ქუთაისის შუაგულში და სიტყვით ახლა სტოპზე ვინც შეერებს ყველა კაი ადამიანია. 9 საათში რომ გავიშლეთ ვიღაცის პადვალში რომ ვეკდოთ. კორჩეკრული. ავტოსტოპზე რომ ვიღაც შევხვდეთ, მანიაკი. ყველაფერი კარგად მიდიოდა. სანამ გზავრობისას გადავწყვიტეთ რომ რესურსების შესავსებად ქუთაისის ცენტრში ჩავსულიყავით, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. ერთი სიტყვით მეგობრებო, დღეს არ მითქოს, დამოვიდა არხი გამოვიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ. რა კარგი ის აღარ გვაქვს უკვე სხვა გამომწერებში დანახვებში. ჩვენი ბრალიც რაღაც ხრი, მაგრამ ახლა უკვე თქვენი გვერდში დგომა გჭირდება. მოგლეთ ქუთაისში კი ჩამოვედით ეხა, მაგრამ ცოტა სუპი სიტუაციაა. უახლოეს ავტობანამდე გვაშორებს რამდენი კილომეტრი? 6 სადღაც. იდეაში გვეგონა რომ შუაგულში მოსვლა კაიდია იყო, მაგრამ აშკარად წარეთ შევსვით. რადგან ქალაქში გასტობას აზრი არ ქონდა, ერთ-ერთი გზა გრჩებოდა. ავტობანამდე ფეხით უნდა მივსულიყავით. აქ არ უნდა ჩავუჩით, ეხა 4 საათია რა, შეიძლება მალე უნდა წავიდეთ სადღაც რა. დროში შეზღუდულებმა და დაღლილებმა მოძრაობა დავიწყეთ. იმის იმედით, რომ თავარ გზამდე მალე მივიდოდით. როგორც აღმოჩნდა, ავტობანამდე არც თუ ისე დიდი მანძილი გვაშორებდა. მივედით და იმაზე ფიქრი დავიწყეთ, თუ სად უნდა დამდგარიყავით მანქანის გასაშერებლად. როცა აი ეს მოხდა. შემთხვევით უცებ გაგვიჩერეს. მე დავждეთი? მიდი. დავეტევით ხო სამივე? გაგვიჩერეს, თან ისე რომ ხელიც არ აგვიწევია. გახარებულება გზა განვაგდეთ და იმედები კვლავ დაგვიბრუნდა. ამ ადამიანმა წინ 40 კილომეტრით წაგწია. გითხრა რომ მისი შვილი სასემ გზავრობდა და ჩვენი დანახვისას მაშინვე გააჩერა. მძღოლთან სალაპარაკოდ ამჯერად კამერამენმა მოინდომა და იგონა. და გადამღების როლი ჩვენ შევითავსით. ისე უცებ მოხდა ეს ბოლო ჩარჯდომა რომ ვერც გავიარე. ხელიც კი არ გაგვიშვერია. ხელი არ გაგვიშვერია ეს. ბოლო ორი გაჩერება ეგეთი იყო. ხელიც არ გაგვიშვერია. და ეგ ძალიან საზიხარულო ფაქტია რომ ესეთი კარგი ადამიანები ხდებიან. ეს უნდა დავდგეთ ჩვენ აი იქ. ეს ჩემია? არა, დაიჭირე. სამტრედიასთან ვართ დაახლოებით. ჩამოსვლისთანავე გზას გაუდექით. დასაკარგი დრო არ გქონდა, მზე ჩადიოდა. ჩვენ კი გვინდოდა რომ ვიდეო საქართველოს უკიდურეს კუთხეში ან მასთან ახლოს დაგვესრულებინა. ახლა ვართ მთავარ გზაზე და მოლოდინში ვართ რომ ვიღაცა გააჩერებს 6 საათი გახდა უკვე.
და 60 კილომეტრია ჩვენგან ქობულეთი. ეს ზღვის სანაპიროზე გვინდა მისვლა, ეს გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. თბილისიდან კაი დიდი მიზანი და გააჩერეს. აუ, იამებში ჩავარდა სანაცვლოდ. ჩვენ გაგვიჩერეს რო? გონი კი. კი. გამარჯობა, საით მიდიხართ? წამოვას. არ გჯეროდა. პირველივე წუთზე გაგვიჩერეს. მადლობა გადაუხადეთ და მანქანაში ჩავჯერეთ. ასევე გავიგეთ რომ ის ბოლნისიდან მოდიოდა. რაც იმას ნიშნავდა რომ 400 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გამოვლილი. ეხლა ძალიან მალე უკვე დავინახავთ სანაპიროს. დაახლოებით 20-30 კილომეტრია და სავარაუდოდ ციხის ძირში მივალთ. როგორც ახლა ხვდებით, ეგ იქნება. შეიძლება ბოლო წერტილი ვახსნაოდო და არ ვიცი. იმედია ქობულეთამდე მშვიდობიანად ჩავალთ რა. ნახოთ. ეს არ ჩამისო. ამას შევსო ვეჭველი. ზად ჭამა გადაწყვეტ და მწოლთან ერთად სალაბარგოთ ვაჭირეთ. ეხლა გავჩერდით. დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ საჭმელად დავისვენეთ. ველოდებით წყლოს და წავაგისე გავაგზელებთ გზას. წოდახაში. ერთი სიტყვით ერთი მეორეზე კარგი ადამიანები ხვდებიან ხოლმე და ჩემსგან გამოწია გამერა. ეგ ყველაფერი კიდე ძალიან მომახარებს და რაღაც არაფერი აღარ დარჩა. სადაც 20-30 კილომეტრში უკვე სანაპიროზე ვართ. და კაი მანძილი დავფარეთ თბილისიდან წამოვედით. დავიძარით. სულ რაღაც 20 კილომეტრის და ზღვას დავინახავდით და საბოლოოდ ისის გამოჩნდა. მალევე ქობულეს გავხდით და ციხისძირთან ახლოს 2 კილომეტრის მოშორებით ჩამოვედით. ჩამოვედით მეოთხე სტოპიდანაც და ახლა ვართ ციხისძირის, ქობულეს გამოვდით ციხისძირის ნაპირას ვართ. პატარა სოფელში შევალ და უკვე გადავალ ციხისძირში. ხოლმე ბოლო ორი სტოპი ისე მოხდა რომ ხელი საერთოდ არ გაგვიწევია. ჩვენთვის ვიჯექით ან აი მივდიოდით რომ ავტომატზე გადავსულიყავით და თვითონ გააჩერეს. ბნელდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სანაპიროზე ფეხით მივსულიყავით და დაღამებამდე გვევლო. როცა კიდევ ერთი მოულოდნელი რამ მოხდა. სიარულისას კიდევ ერთხელ გაგვიჩერეს. გვითხრეს რომ ისინი ციხისძირში მიდიოდნენ და მანქანაში ჩაგვიშვეს. გზად მაღაზიასთანაც მივიყვანეს. და აი მოვადექით სანაპიროს. ჩვენს გვერდზე უკვე სრულიად ძალიანად სანაპირო არის რა. სრულიად სანაპირო არის? ხო. დაიღალე გადავიღალე 10 საათია გზაში ვართ რა გავაკეთე. სანაპიროზე მივედით, მაგრამ გადავწყვიტეთ ცოტა კიდევ გვევლო და პეტრას ციხესთან მივსულიყავით, სადაც ღამის გავატარებდით. ჯამურად 350 კილომეტრი გავიარეთ და საკმაოდ შორსად წამოვედით. ახლა კი დრო მოვიდა რომ დაგვესვენა. მოვედით სანაპიროზე, მაგრადაც მივდა ხარიც უბერავს და ეხლა რაც შეიძლება მალე გვინდა რომ კარავი გავშალოთ. ესეთ ქვიან ზედაპირზე ჯერ არ გაგვიშლია და იმედია რაღაც გამოვა. ახლა მორჩით კარვის გაშლას. დამღლელი დღე იყო და გადავწყვიტეთ გამოსულიყავით და აქ სანაპიროზე საჭმელი გვეჭამა. საბოლოო ჯამში ეს გამოდის ჩვენი მაქსიმუმი რა. დღის ბოლომდე აქ მოვიდით. რეალურად ცოტა მეტი შეგვეძლო რომ წავსულიყავით. იდეაში ბოლომდე შეგვეძლო ალბათ გასვლა სარფამდე, მაგრამ ყველაზე კარგი ადგილი ეს ვარჩიეთ. გავატარებთ ახლა ამ საღამოს. ხო და ეს საერთოდ არის საკმაოდ ლამაზი ადგილი და ხვალ დილით როცა იმედია მზე იქნება დაგათვალიერებინებ შედარებით უკეთესად. ეხა სიგნალებში აზრი არ ხონდა. და არხი გამოიწერეთ მეგობრებო, ვიდეოს დალაიქეთ, კომენტარებსაც ვკითხულობთ ხოლმე აბსოლუტურად ყველაფერს. ხო და ალბათ ეხა კარავში შევალ და დღეს აღარს გამოვალთ, გავშლით და დავიზინოთ. შევიდეთ კარავში და იქიდან ჩაგერთვებით კიდევ. ღამის 12 საათია უკვე. ვიდეოს უყურეთ ეხა ჩვენს აქამდე ნაყურები არ საკმაოდ დაგვიანდა და ეხა დავიძინებთ ალბათ. ჩვენს წინა ვიდეოს უყურეთ. მაგის ხოსტილობდი ალბათ. ეძინება რა გამანებით. აჰა. ხვალე შევესწრებით რომ ცოტა ადრე ავდგეთ. რო აქაურობას დაგათვალიერებინოთ, წესი და რიგით ლამაზი გარემო უნდა გხვდეს ნაკლები ხალხით. ეხა კიდე დავიძინებთ, აბა ძილინებისა. გამეხმაგაიე? ვიტომ მაგარი. ესეთი ხმა. კომპოზიციაში? არა, კომპოზიციაში არა, მაგრამ თითქოს ვიღაცა რაღაცას თხრიდა. შეუძლებელი არის გასაგებია. ო, გავიგე. გაიგონე ხო? ო. გადი, გავიხედოთ, აბა. ბაი. ჩემი თავის რა ხდება? რავი, არაფერი არა. ო, მოიცადე. კაი, შემო რავი მშვიდობაა ესე იგი. ის ხმარისი იყო ეგაა სამჯერ. გათენდა საბოლოოდ, ამაზე კარგად არ გძინებია არასდროს. გამოსვლის შემდეგ გავიაზრეთ, რომ ცოტა დრო გქონდა მორჩენილი. ასე რომ გადავწყვიტეთ ბავშვობის თამაში გაგვეხსენებინა. სამამდე ვთამაშობ.
ამის შემდეგ კარავი დავშალეთ და ადგილი მივალაგეთ. კარვის დაშლას მოვჭით, ნაგავის ავალაგეთ ყველაფერი და ზღვაში ჩასვლას ვაპირებდით, მაგრამ ისეთი ცივი არის, რომ ჯობია ცოტა ხანი მოვიცადოთ, სანამ დათრება. ეხლა უბრალოდ აქავრობას დაგათვალიერებინოთ. პატარა მონაკვეთი მოგიწევს რომ ლიანდაგებზე გადავიაროთ. სახიფათო მონაკვეთია და აი მაგას როგორც ვთქვით, იქ უკვე საინტერესო ადგილებია. მალევე მივალთ, სადაც 15 წუთის ამბავია. ახლა ამ სანაპიროზე პატარა მონაკვეთის გავლითას გავიაზრეთ ის, რომ ძალიან რთული იქნება ჩვენი 5000 გამომწერის ვიდეო. რადგან სიარულიდან დაწყებული კარვის გაშლით დამთავრებული ყველაფერი არის ძალიან რთული. დიდად უკვე სრული აღარ გვაქვს ამის გაკეთების, მაგრამ რა ხანად თქვი 5000 გამომწერზე აუცილებლად მოხდება ეს ყველაფერი. 5000 გამომწერისთვის ყველაფერი შევძლებ. არხი გამოიწერეთ, მეგობრებო, ამასაც შეგახსენებთ. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად აქტიური ლიანდაგები უნდა გაგვევლო, რომელიც აქავრობას უნიკალურ ხიბლს წენდა. ცოტა ხნიანი სიარულის შემდეგ საბოლოოდ მოვედით. მე ხა პირველად ვარ და როგორც ეს ორი ამბობენ, ეს ადგილი ზაფხულობით ბევრად ლამაზია და ვეთანხმები ალბათ ეგრეც იქნება. მაგრამ ეხლა ძალიან მომწონს. ხალხი არ არის. აქავრობას ერთ-ერთი ხიბლს ხალხი ძენს ხოლმე. ბევრი ადამიანები რო არის გარემოც უფრო აყვავებული არის. ზაფხული ჯერ არ დაწყებულა და მაგიზრალი ალბათ ეს ყველა. უკან დაბრუნებისას ისე ულამაზეს რკინიგზაზე დავბრუნდით და ზღვის ხედიც გამოჩნდა. მაგრამ ამ თავგადასავლის ხიბლი არც ერთი ყოფილა და არც მეორე. მისი ნამდვილი ხიბლი ხალხი იყო, რომელიც გავიცანით. კეთილი ხალხი, რომლების გარეშე ეს ვიდეო არ გამოვიდოდა. ხალხი, რომელმაც თავიანთი ისტორიები გაგვიზიარა, საინტერესო რჩევები და იდეები მოგვაწოდა და ჩვენი ეს მოგზაურობა შესაძლებელი გახადა. თქვენთვის სულ ეს იყო. ჩვენ კი ახლა წავალ და მეორე ვიდეოს გადაღებას დავიწყებთ. ეგ ვიდეო სავარაუდოდ ამაზე უკეთესი გამოვა და ისეთი თქვენ როგორიც უნდათ. ახლა კი წავედით ჩვენ. მე ბევრად უფრო საინტერესო საქმეები გველოდება. დამშვიდობების დროს დადგა. კარგად.